თქვენ დრამისა და საგნის მოყვარული ხართ, მაშინ მოусმინეთ ამ რეზიუმეს. მე ვარ ემს რეზუმენ და ფრთხილად იყავით სპოილერებთან. ისტორია იწყება სუნექს IAOROUT ფანტაზიური მომღიმარი და ცოტა უპასუხისმგებლო გოგონათი, რომელიც ერთ დღეს სკოლაში წასასვლელად ძალიან გვიან იღვიძებს და ამის გამო სახლიდან გარბის, მაგრამ გზაში ფეხი უცდება და ძირს ეცემა. საბედნიეროდ, ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი ხელს უწყლის და წამოდგომაში ეხმარება. თუმცა, ბიჭის უკან გოგონების ჯგუფი გარბის, ამიტომ ის და სუნშიაორო ასევე გარბიან, სანამ ავტობუსში არ ჩასხდებიან. ავტობუსში ორივე ერთმანეთს უყურებს და კოცნისთვის ემზადება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიზმარი აღმოჩნდება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ხდება რეალობა. კერძოდ კი ის, რომ ის სკოლაში აგვიანებს. ამიტომ ის იცვამს და ავტობუსის გაჩერებისკენ გარბის. იქ ის ხვდება თავის ორ საუკეთესო მეგობარს XIAOYI's და Sujingwan's. ამის შემდეგ ისინი ავტობუსში ადიან. რამდენიმე წუთის შემდეგ ავტობუსი გაჩერებაზე ჩერდება და იქ არავინ სხვა. თუ არა სიზმრის ის ბიჭი. სუნექს IAOROU არ იცის ვინ არის ის ან რა ჰქვია, მაგრამ მას ზეუგონოდ არის შეყვარებული. თუმცა უცნაური მიზეზის გამო ბიჭი ავტობუსში არ ადის, რაც ჩვენს მთავარ გმირს ძალიან ამწუხრებს. სკოლაში მისვლისას მასწავლებელი მათ ახალ მოსწავლეს წარუდგენს და გასაკვირად ეს სწორედ სიზმრის ის ბიჭია, რომელსაც სხვათა შორის ოუიანგ იუქსიანგ ჰქვია. რა თქმა უნდა, სუნშიაორო ძალიან აღელდება იმის გამო, რომ მისი ახლოს ყოლა შეუძლია, ამიტომ გაკვეთილებზე თვალს არ აშორებს და მასზე ოცნებობს. გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს, იპოვოს იუქსიანგ და ოფისში მიიყვანოს. ეს მისთვის დიდი შესაძლებლობაა, თუმცა ის მასთან პირველად საუბრისთვის მზად არ არის. ამიტომ მასთან შეხვედრისას ნერვიულობისგან კვდება და ერთი სიტყვის თქმასაც კი ვერ ახერხებს. ამ მიზეზით მისი მეგობრები UXIANG ეუბნებიან, რომ მასწავლებელი ეძებს, ასე რომ ის მადლობას ეუბნება და მიდის. როდესაც ის კაბინეტში შედის, მასწავლებელი ეკითხება, თუ რატომ გადავიდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლიდან ისეთ სკოლაში, რომელიც არც ისე კარგია. ის პასუხობს, რომ ყველაფერი დედამისმა მოაწყო და ამ პასუხის შემდეგ დაუყოვნებლივ გადის. რა იდუმალი ბიჭია! როგორც კი გარეთ გამოდის, ის ამჩნევს, რომ ვიღაც ფოტოებს უღებს და დიახ, ეს სანექს IAOROU. ამიტომ ის ამხელს მას. ამის წინაშე სანშიაორო სირცხვილისგან კვდება, ამიტომ მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და საქმის მოსაგვარებლად ეუბნება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მას სურს. ის წინადადებას თანხმდება და სთხოვს, რომ სკოლიდან გავიდეს და მათემატიკის კონფერენციაზე წავიდეს, სანამ ის სკოლაში მის მაგივრად იქნება. რამდენიმე წუთის შემდეგ სანშიაორო კონფერენციაზე მიდის. თუმცა ის რჩება იმ ქალის ფოტოების გადასაღებად, რომელიც კონფერენციას უძღვებოდა, რომელსაც ჯივენ ჰქვია. კონფერენციის დასრულების შემდეგ ოუიანგ იუქსიანგ იქითკენ გარბის, საბედნიეროდ ის დროულად მიდის და მაშინვე ცდილობს ჯაივენს აკოცოს, მაგრამ ქალი უარს ეუბნება, რადგან ის მხოლოდ ბიჭია. ის ტირილით მიდის, შიაორო მისდევს. ტირილი რომ დაინახა, ფოტოს უღებს, რადგან სასაცილოდ ეჩვენება. ვინ გაუგებს XIAOROU-ს. მეორე დღეს ოუიანგ იუქსიანგსან XIAOROU-ს უყვება, რომ ეს ქალი მისი ყოფილი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი იყო, რომელიც მას თუ არ შეამჩნიეთ, დიდი ხანია უყვარს, თუმცა ქალმა მას არასდროს მისცა რაიმე შესაძლებლობა. ოუიანგ UXIANG-ის დედა გადაწყვეტს მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა გაწყვიტოს. ამ მიზეზით ის წავიდა თავისი ყოფილი სკოლიდან და ამიტომ ვეღარ ხედავს მას. სანშიაორო ხვდება რა ხდება, ამიტომ ამშვიდებს მას, მაგრამ მოგვიანებით მისი მეგობრები ატყობინებენ, რომ ახალი სტუდენტი მოვიდა. ეს არის ცნობილი მსახიობის სახელად ჩულუ. სანშიაორო გაშიშებული უყურებს და მაშინვე გული აუჩქარდება მის გამო. გადაწყვიტეს სანშიაორო. ოუიანგ იუქსიანგ ხვდება, რომ ის ახალ სტუდენტზეა შეყვარებული, ამიტომ სთავაზობს დაეხმაროს ნიშნების გაუმჯობესებაში, რათა მისი ყურადღება მიიქციოს. ამიტომ მეორე დღეს ორივე ბიბლიოთეკაში ხვდება, ხოლო 2 საათის შემდეგ ორივე ნაყინის ჯიხურში მიდის. საბედნიეროდ ისინი ჩულუს ხვდებიან, რომელიც შემთხვევით იქ მუშაობს, რაც ძალიან აღელვებს სანექს IAOROU-ს, რომელიც კვლავ უსიტყვოდ რჩება. მეორე დღეს კი ჩულუ ქალაქში დადის და რაღაც ადგილს ეძებს. თქვენ არ ვიცით, რის გაკეთებას გეგმავს, მაგრამ იმის გამო, რომ მისამართი ფურცელზე აქვს ჩანიშნული, ის ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინამდე მიდის. ის იმალება, ამიტომ ქალი ამას ვერ ამჩნევს და მიდის.
ჩულუ მიჰყვება მას, სანამ მუსიკალურ ბარამდე არ მიაღწევს, სადაც ქალი მომღერლად მუშაობს. ის ბარის შესასვლელიდან უყურებს მას, არაფერს აკეთებს. მოგვიანებით ქალი უკვე ძალიან მთვრალია, ამიტომ ტაქსის მძღოლის სახლში აცილებს, ხოლო ჩულუ ბარში რჩება. კიდევ ერთი იდუმალი ბიჭი. მეორე დილით სანშიორო ჩულუს ნაყინის ჯიხურში ელოდება. მანამდე ყვავილების მაღაზიის შესახებ იკითხა, ამიტომ სანშიორო ამ შესაძლებლობას იყენებს, რომ ის წაიყვანოს და დრო ერთად გაატარონ. მას შემდეგ, რაც ის ლამაზი ყვავილების თაიგულს იყიდის, ორივე მის სახლში მიდის. ისვლისას ის გაკვირვებულია, რომ სახლი მხოლოდ პატარა ოთახია სახურავთან. ოთახის შუაში არის სალაშქრო კარავი, სადაც ის ძინავს, რაც მას ცოტათი აკვირვებს. ორივე საუბარში ატარებს ღამეს, სანამ გვიან არ გახდება და ის კვლავ ქალის სახლისკენ მიდის. იქ რადგან ქალის სახლში არ არის, ის თაიგულს კართან უტოვებს და მიდის. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალი კვლავ მთვრალი ბრუნდება და თაიგულის დანახვისას იღებს მას და სახლში შედის. მეორე დღეს გაკვეთილების დროს სუნშიორო თავის კალმების ყუცხსნის და ტკბილეულს პოულობს. ის ფიქრობს, რომ ეს ჩულუმ ჩადო, რის გამოც ის მასზე კიდევ უფრო მეტად იყვარებს. ეს ოუიანგვა UXIING-ს ცოტათი აეჭვიანებს, ამიტომ ის შესვენებაზე სუნექს IIOROU-ს ელაპარაკება და საკმაოდ პირდაპირ ეუბნება, რომ შეყვარებულია მასზე. თუმცა მას მხოლოდ ჩულუსთვის აქვს თვალი. ამიტომ სწრაფად მიდის. მოგვიანებით ჩულუ ქალის კორპუსში ბრუნდება, მხოლოდ ამჯერად ის მას პარკირების ზონაში ხვდება და ჩვენ დაგასაკვირად ის ეძახის მას დედა, რაც ქალს ოდნავ აღიმებს. ორივე პატარა რესტორანში სადილობს. იქ დედამისი უხსნის, რომ ახალგაზრდობაში ის იყო მომხიბვლელი ქალი, სანამ არ გაიცნო ის, ვინც მისი ქმარი გახდებოდა, მომხიბვლელი და ძალიან მდიდარი კაცი, მაგრამ მას სხვა ქალთან ჰქონდა რომანი. ამ მიზეზით ორივე შორდება და ის ტოვებს ჩულუს სას. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ის ეუბნება, რომ მასთან ერთად ცხოვრება სურს. ამ დროს ის სამსახურიდან ზარს იღებს, ამიტომ მიდის და მას მარტო ტოვებს, მაგრამ ბინის გასაღებს უტოვებს. ამით ჩულუ მის სახლში მიდის და შესასვლელში ელოდება. რამდენიმე წუთის შემდეგ დედამისი მთვრალი ბრუნდება, როგორც ყოველთვის და ძლივს დგას ფეხზე. ჩულუ მიდის მის დასახმარებლად, მაგრამ ის ხელს კრავს და ყვირილს იწყებს, ამბობს, რომ მან ყველაფერი დაკარგა მის გამო. ამიტომ არ სურს რაიმე სახის ურთიერთობა არც მასთან და არც თავის ყოფილ ქმართან. ბრიგად ჩულუ ქვითინით მიდის თავის სახლში. იქ სახურავზე ის საწოლს პოულობს, რომელიც სანექს IAOROU-ს საჩუქარია, რომელმაც მისი აშენება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. იმ მომენტში სამი კაცი მოდის და ერთ-ერთი მათგანი ჩულუს მამა აღმოჩნდება და ის მათ სახლიდან ძალიან გაბრაზებული აგდებს. მეორე დღეს ის და სუნშიაორო სასურსათო მაღაზიაში მიდიან საჭმლისა და ფინჯნების საყიდლად. გარდა ამისა, ის ეუბნება, რომ მას არ სურს მეგობრობა, რომელიც მატერიალურ ნივთებზეა დაფუძნებული და ამიტომ საწოლის ფულს გადაუხდის ან უკან დააბრუნებს. თუმცა ის უხსნის, რომ საწოლი ოჯახის მეგობარმა აშენა, ამიტომ მას არაფერი დაუხარჯავს. ამიტომ ჩულუ ეუბნება, რომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის წვეულებას მოაწყობს. ასე რომ იმ ღამეს ოთხივეს ლამაზი ვახშამი აქვს. დასასრულს XIAOROUY შეხვდა, რომელიც ეჭვიანობის გამო დასდევდა მას და ჩულუს ურთიერთობის გამო. მან პაემაზე დაპატიჟა, მაგრამ XIAAOOU უარი თქვა, რადგან სხვაზე შეყვარებულს მეგობრობა არჩია. YUXIANG-ს მიუწვდომელი გოგოები მოსწონს. დილით XIAOROU ჩულუსთვის არაქისის პური იყიდა. მის შემდეგ ის დარბაზში ფეხს იცრუებს, რის გამოც პური ჰაერში დაფრინავს, სანამ მას ოუიანგ-იუქსიანგ არ დაიჭერს, რომელიც არც ერთ წამს არ ყოფმანობს და ჭამს მას. ის ძალიან ბრაზდება მასზე, ამიტომ ემუქრება, რომ აჩვენებს მისი ტირილის ფოტოს. იცით, იმ დღის ფოტოს. საბედნიეროდ ის ახერხებს მის დარწმუნებას, რომ ეს არ გააკეთოს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩულუ ხედავს განცხადებას Skype-ად შიგაწევრიანების შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჯგუფი ამჟამად. ჩულუ მუსიკის დარბაზში მიდის და იქ ხვდება გაო იუანსა, ჯგუფის დრამერს, რომელიც ეუბნება, რომ ჯგუფი დაიშალა იმის გამო, რომ მათ მნიშვნელოვან კონკურსში წააგეს, ამიტომ ახალ წევრებს ეძებენ. იმ მომენტში მოდის ოუიანგ-იუქსიანგ, რომელსაც ელექტროგიტარაზე დაკვრის დიდი ნიჭი აქვს და ამას გიტარის სოლოს შესრულებით ამტკიცებს, რაც გაო იუანს პირდაღებულს ტოვებს, ასე რომ ორივე ჯგუფის ნაწილი ხდება. მეორე დღეს სუნშიაორო კვლავ ყიდულობს არაქისის პურს და სურს ჩულუს გადასცეს,
მოვუხდეს, რომელიც სხვათა შორის არაქისზე ალერგიულია. OUXIANG მას იცის და ამიტომ პურს იღებს და კვლავ ჭამს მას. ეს რა თქმა უნდა კვლავ აბრაზებს SunXIAOROUS-ს. ამიტომ ის ბეჭდავს მისი ტირილის ფოტოებს და მთელ სკოლაში აკრავს. ამ მიზეზით ყველა დასცინის OUXIANG-სა, მაგრამ მის გასაკვირად ჩულუ ფოტოებს ხსნის, რათა სხვებმა დაცინვა შეწყვიტონ, რაც OUXIANG-ს ცოტათი ახარებს და ამიტომ ჩხუბის ნაცვლად ის ბოდიშს უხდის SunXIAOROUS არაქისიანი პურის ჭამის გამო, ხოლო ის ბოდიშს უხდის მისი ტირილის ფოტოების გაკვრის გამო. ასე რომ, შერიგების შემდეგ ორივე კვლავ მეგობრები ხდებიან. და მეორე დილით, Sun Xiaorou დარწმუნებული იმაში, რომ გააგრძელოს ჩულუს შეყვარება. თაფლის ქილას უმზადებს, რადგან მას ხელები ძალიან ცივი აქვს და, როგორც ჩანს, თაფლი მას სავარაუდოდ ეხმარება. იგი ქილა ნაყინის ჯიხურში მიაქვს და ხედავს, რომ იქ თანამშრომლის ძებნის შესახებ განცხადებაა გაკრული, ამიტომ ის პოზიციას იკავებს, რათა მასთან უფრო ახლოს იყოს, ხოლო როდესაც ის სამსახურში მიდის, თაფლს გადასცემს. თუმცა ჩულუ გადაწყვეტს, რომ თაფლის ქილა თავის დედას დაუტოვოს, ამიტომ მას სახლის კარებთან ტოვებს. მეორე დღეს ვრცელდება ხმები, რომ SunXIAOROUS ჩულუსთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს, რის გამოც რამდენიმე გოგონა მას სკოლის საპირფარეშოს გარეთ თავს ესხმის. საბედნიეროდ Xiaobin და Xu Jingwan მეგობარს იცავენ, მაგრამ მათ დირექტორის კაბინეტში იბარებენ. იქ გოგონები მასწავლებელს ეუბნებიან, რომ ჩხუბი იმან გამოიწვია, რომ Sun Xiaorou სკოლის ერთ-ერთ ბიჭზეა შეყვარებული, ამიტომ მასწავლებელი მას უბრძანებს, თქვას თუ ვინ არის ის ბიჭი. საბედნიეროდ, ამ დროს თავად ჩულუ მოდის, მას იცავს და სხვა ადგილას გახავს. ამის შემდეგ ჩულუს ეს Sun Xiaorou შორს მიყავს, რადგან რაღაც აქვს სათქმელი და ეს რაღაც არის ის, რომ ის მასზე შეყვარებული არ არის, ამიტომ ურჩევნია ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ყველაფერს. თუმცა Sun Xiaorou ნერვიულობს, რადგან ჩულუმ თითქოს ილუზიებში ამყოფა, ამიტომ ის გაბრაზებული მიდის. ხოლო ჩულუ იმავე ადგილას რჩება და საკუთარ თავს ეუბნება, რომ ის გოგოა. რა? მეც თქვენსავით ვარ მეგობრებო. ხო, ჩულუ ყოველთვის ქალი იყო, ის ქალია ცოტა მამაკაცური, მაგრამ მაინც ქალი. მოგვიანებით ის SunXIAOROUS-ს სახლში მიდის, რათა ბოდიში მოუხადოს და ასევე უთხრას, რომ მისი დაკარგვა არ სურს. საბედნიეროდ Sun Xiaorou პატიობს მას და ორივე კვლავ მეგობრები ხდებიან, ან უკეთ რომ ვთქვათ, დაქალები. და აი ასე მეორე დღეს მთელი ჯგუფი ქალაქის პატარა მოედანზე მიდის უფასო კონცერტის გასამართად, რომელიც საბოლოოდ დიდ წარმატებას აღწევს. წარმატება, რომელიც ბიჭებს მთელ ინტერნეტში პოპულარულს ხდის. ამიტომ იმ ღამეს ისინი ერთად სადილობენ რესტორანში, რის შემდეგაც ერთ-ერთი სახლში მიდიან ღამის გასათევად. ბიჭები ერთ ოთახში რჩებიან, ხოლო გოგონები მეორეში. ბიჭების ოთახში ჩულუ თაროზე ადის, მაგრამ სრიდება, თუმცა საბედნიეროდ ოუიანგ იუქსიან გიჭერს და ორივე საწოლზე ერთმანეთის თავზე ვარდებიან. იუქსიანგი ენას კარგავს, გული უცემს და მაშინვე ჩამოდის, ბაღში გადის, XIAOOOUS ეძახის. შეხვედრისას ის მოულოდნელად მის ხელს კიდებს. თუმცა ის ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც მანამდე მის მიმართ ჰქონდა, გაქრა, რითაც გვაჩვენა, რომ ის უკვე აღარ გრძნობს იმავეს. და ასე მთავრდება ამ დრამის პირველი ნაწილი. უგსურთ გაიგოთ, როგორ გრძელდება და ეჭვიეპარება თუ არა საწოდა ოუიანგვაი UXIANG-ს თავის სექსუალობაში, ან იცის თუ არა მან რომ ჩულუ ქალია, მაშინ მეორე ნაწილს უნდა დაელოდოთ. გამოიწერეთ და ჩართეთ შეტყობინებები, რათა გაიგოთ, როგორც კი გამოვა. ნახვამდის.